ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლო კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ვახტანგ ჩარკვიანის საქმეზე კიდევ ერთი ექიმის მიმართ აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხს ამსჯელობს. პროკურატურა ბრალდებულის მიმართ გირაოს ითხოვს. დაცვის მხარე კი აცხადებს, რომ ქეთევან ლობჟანიძე მორიგე ექიმი იყო და გარდაცვლილ ფეხბურთელს მხოლოდ რამდენიმე საათით მკურნალობდა. ცნობისთვის თერაპიული განყოფილების ექიმი ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების საქმეში უკვე მესამე ბრალდებულია. რესპუბლიკური საავადმყოფოს უფროსი ექთანი თია ბეგიაშვილი წელიწადნახევრიანი სასჯელისგან უკვე თავისუფლდა. კიდევ ერთი პირის ქეთევან ცერცვაძის მიმართ კი საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში მიმდინარეობს. ლევანდელი კანონმდებლობით მე მხარეს არ წარმოვადგენ და აქედან გამომდინარე ჩემი მოთხოვნები რაც არ უნდა დავაყენო არ არელევანტური იქნება და ამიტომ აქედან გამომდინარე პროკურატურა შემოღლობით შედის ჩემი წინასწარი მონაცემებით გირაოთი და ამის მეტის თქვა არაფერი არ შემიძლია. მოხდს რაც შეეხება ინკრიმინირებულ დანაშაულში ედება ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 220 მოხლის მეორე ნაწილი. ბრალის დადგენილებაში არის მხოლოდ ჰიპოთეტური დაშვება იმასთან დაკავშირებით, რომ გართულება და შესაბამისად ლეტალური გამოსავალი გამოიწვია ანტიბიოტიკოთერაპიამ. იმისათვის, რომ დადგინდეს რეზისტენტობა, აუცილებლად უნდა ჩატარდეს რიგი ლაბორატორიული კვლევები, რომელიც სისხლის სამართლის საქმეში დადასტურებული დასკვნების სახით წარმოდგენილი არ არის. ასევე სისხლის სამართლის საქმეში არ არის გარდაცვლილის სამედიცინო დასკვნა, რამ გამოიწვია გარდაცვალების შედეგი.